მოგესალმებით, მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დავბრუნდით დღის მთავარ სიახლეებს ვაჯამებთ, მე ნინო სალუქვაძე ვარ. მოქმედება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალების შესრულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გულბათ რცხილაძეა. გამოძიების ინფორმაციით ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა 2 უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მათთვის აგროვებდა და გადასცემდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. კიდევ ერთი დაკავებული ორგანიზაცია სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე საკუთარი კონტაქტების გამოყენებით ჟურნალისტურ და ექსპერტულ წრეებში უცხოელ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა უწყების ინფორმაციით ის სისტემატურად მოიპოვებდა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცემდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას. დეტალებით ბორენა ონიანი. გაშიფრული უცხო ქვეყნების სადაზვერვო სქემა და დაკავებული ჯაშუშები. უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გულბათ რცხილაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მძიმე ბრალდებით დაკავებული ერთდროულად 2 უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. რცხილაძე წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს სისტემატურად გადასცემდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. გულბათ რცხილაძე ორგანიზაცია ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელია. მის სახელზე რამდენიმე ორგანიზაცია რეგისტრირებული, მათ შორის კავკასიური თანამშრომლობა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ინფორმაციას ელექტრონულად და პირისპირ შეხვედრებით აწვდიდა. კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გაირკვა, რომ უცხო ქვეყნების დაკვეთით მას საინფორმაციო პლატფორმები ჰქონდა შექმნილი და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც აორგანიზებდა. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც. საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა 2 უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. დაკავებულს ბრალი სავარაუდოდ ხვალწარედგინება. ბრალის სარგენა ხვალ უნდა მოხდეს, საუბრებუნებრივია და ბრალის სარგენის პროდუქცია ვარ. ამიტომაც მე მაქვს ინფორმაცია ბრალს არ აღიარებს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ჩიხლაძეს გამოძიება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სისტემატურად ახორციელებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების კაცრი დაცვით. გაირკვა, რომ ირაკლი ჩიხლაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კონსპირაციული ხასიათის კონტაქტები ჰქონდა. შეხვედრებს სხვადასხვა ლოკაციაზე დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით მართავდა. ინფორმაციას აწვდიდა როგორც პირისპირ კონტაქტისას, ასევე ელექტრონულად. სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ მონაცემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული
ონლაინ პლატფორმის საფარით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს. კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს. უსაფრთხოების სამსახურის სხვა სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით უცხო ქვეყნების ჯაშუშების გამოვლენის მიზნით ინტენსიურად მუშაობს. მმართველი გუნდის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანას მტრობენ და უცხო ქვეყნების ინტერესებისთვის ჯაშუშობენ. თუმცა მსგავს ქმედებებს სახელმწიფო მკაცრად პასუხობს და ყოველთვის მზად არის მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად. კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ეს ყველაფერი მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი ქსელის და სხვადასხვა მასთან დაკავშირებული გზებისა და მეთოდების გამოყენებით ხორციელდება. ამ მძიმე ბრალდებას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ადეკვატურად პასუხობს და ასევე საკმაოდ სოლიდურია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს. იყოს და ეს მაგალითი და გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არის მსგავს საქმიანობაში ჩართული. რადგან დრო, როდესაც აქტიურად ვლინდებიან ყველა ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებდნენ განურჩევლად, ასე ვთქვათ, მათი დასაქმებისა, იქნება ეს არასამთავრობო სექტორი თუ სხვა ორგანიზაცია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და არც ერთი საქმიანობა, მოღალატეობრივი საქმიანობა, მათ შორის ჯაშუშობა არ დარჩება უპასუხოდ. ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე ბრალდებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციების მთავარი მიზანია. რიგით მერვე რეგიონული კონფერენცია ამჯერად სიღნაღში გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიის ფორმატში საკუთარი იდეები და ინიციატივები წარადგინათ და პრიორიტეტულ საკითხებზე ემსჯელოთ. შეხვედრას დაესწრო ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც მშვიდობის მნიშვნელობასა და სამშობლოს განსაკუთრებულ განცდაზე გამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს აუცილებლად იქნება ძლიერი, განვითარებული და წელში გამართული ქვეყანა. შეხვედრები ქვეყნის 10 რეგიონს მოიცავს. რეგიონული დისკუსიების შედეგად გამოკვეთილი ძირითადი საკითხები კი თბილისში დასკვნით შეხვედრაზე შეჯამდება. დეტალებით ნუკი ბაღდაბაძე. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. მორი გამჯერად უკვე მერვე შეხვედრას კახეთმა უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ღია დიალოგის ფორმატში იმსჯელეს. საუბარი შეეხო როგორც ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებს, ისე სამომავლო შესაძლებლობებსა და განვითარების პერსპექტივებს. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრები. შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც მშვიდობის მნიშვნელობასა და სამშობლოს განსაკუთრებულ განცდაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს აუცილებლად იქნება წელში გამართული ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. ცოტნეს ან მაქვს შეკითხვა, ახალგაზრდები ამბობენ, რომ უნდათ ქვეყნიდან წასვლა. არა იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ, არამედ იმიტომ, რომ აქ ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს და შესაძლებლობებს. მინდა ესე რომ ვთქვათ, мотиваცია მოგცეთ და რატომ ფიქრობთ, რომ აქ უნდა დავრჩეთ ახალგაზრდები? მადლობა დიდი. მოგესალმებით, მადლობა შეკითხვისთვის და მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა ამ აზრის გაჟღერებისთვის. რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის გამოწვევა არსებობს. მეც პირადად მეგობრებისგანაც მსმენია მსგავსი მოსაზრებები, მსგავსი გამოწვევები, დილემა. მე მგონი ქართველებს ზოგადად გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმი არის ფესვები და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარიცრებლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სხვათა შორის სიმბოლური არის, რომ თვითონ სიტყვა სამშობლოც სხვა არც ერთ ენაზე კარგად არ ითარგმნება, ეს მშობლიური დატვირთვა. რაც ყოველ შემთხვევაში ინგლისურად, ფრანგულად არ მოძდევს იგივენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა სამშობლოში ჩანს, ეს პირდაპირი კავშირი სიტყვა მშობელთან.
კონკრეტულად ამ გამოწვევას რაც შეეხება, მაგალითად, დღევანდელი შეხვედრაც შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის პასუხი ამასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა. მაგრამ მაგალითად დღეს რამდენი საინტერესო პროექტი მოვისმინეთ, რამდენი საინტერესო იდეა მოვისმინეთ აკადემიური კუთხით, კულტურული კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია აუცილებლად გაუწევს შუამდგომლობას თითოეულ პროექტს, ეცდება რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა მე რომ მივახცევთ იმას, რომ საქართველო იყოს ძალიან კაფიოთ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით არ არსებობდეს ის მომენტი, ის წასვლის სურვილი, რომელიც თქვენ აღწერეთ და ახსენით. რა თქმა უნდა, დროს სჭირდება ბევრ რამეს, დროს სჭირდება ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტალური არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს და თავისთავად ვეცდებით ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, მეც პირადად თუ რამე შემიძლია რომ თქვენ იდეებთან, პროექტებთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ და ვეცადოთ ყველა კარგი იდეა და მოსაზრება განვახორციელოთ. მადლობა დიდი. ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრები გამოეხმაურნენ ბრალდებებსაც, რომლის მიხედვითაც შეხვედრები თითქოს მხოლოდ პარტიულ აქტივთან იმართება. ნუგო შოშიაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ კომენტარში ოპოზიციის აქტივისტი ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდებს შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მისივე თქმით, ბრალდების ავტორს შეხვედრის დეტალები გააცნო და ღონისძიებაზეც მიიწვია. თუმცა ნიკო მანაგაძე შეხვედრას არ დასწრებია. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც გადამხდა ცოტა ხნის წინ წინა შეხვედრის შემდეგ ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის შემდეგ თან მინდა რომ კარგად შეხედოთ აი ამ ამბავს. ეს არის კომენტარი ნიკო მანაგაძის მხრიდან. ვინ არის ნიკო მანაგაძე? ნიკო მანაგაძე არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და პოზიციონირებს ქართველი სტუდენტების და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული თვითმმართველობების სახელით. მან ბრალი დაგვდო და დაგვადანაშაულა იმაში, ჩვენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდი, ბატონი ვარლამი და ამ შეხვედრის ორგანიზატორები, რომ ეს შეხვედრა არა თავისუფალი და საჯარო, არამედ დახურული პარტიული შეკრება. რა თქმა უნდა, მე პირდაპირ დაუწერე კახეთის შეხვედრის შესახებ და დაუპატიჟე აქ დღევანდელ შეხვედრაზე დროით და თარიღით. ჩვენ დღეს აქ ბატონ ნიკო მანაგაძეს მგონი ვერ ვხედავთ, ხო? ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას. მესმის იმ კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს მრავალი წლის განმავლობაში დაგვანახეს, თუმცა განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ქართველებისთვის, სტუდენტებისთვის ის, რომ ადამიანი, რომელიც უნდა პოზიციონირებდეს და ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს ჩვენთან, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით, რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდგომ შეხვედრაზე, რაჭაში, რომლის დროც და თარიღით რა თქმა უნდა გასაჯაროვდება, როგორც ყველა შეხვედრის აქამდე შემდგომ. და ვეცდებით, რომ შევიდეთ მასთან დისკუსიაში, მიუხედავად მისი განსხვავებული აზრისა და მცდელობისა კიდევ ერთხელ ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდები და მოხდეს ხელოვნური დაყოფა და რადიკალიზაცია, რომელსაც ჩვენ, როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია და ეს რეგიონული კონფერენციები, ისე ქართული ოცნების სახელმწიფო გუნდი აქტიურად ვევწვით. მადლობა დიდი. ახალგაზრდების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდული სივრცეების განვითარებას, დასაქმების შესაძლებლობებს, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდას. გვინდა რომ პანკის ხეობა ასოცირდებოდეს სპორტთან, განვითარებასთან, განათლებასთან და ახალგაზრდების შესაძლებლობებთან. ოდითგანვე პანკის ხეობა გამოირჩეოდა წარმატებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებით. და ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პანკისელმა ახალგაზრდებმა მიაღწიეს მრავალ წარმატებას ძიუდო სპორტში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. და დღეს ყავს უკვე 4 ნაკრების წევრი, ირაკლი ქავთარაშვილი, რომელიც ხვალ ჭიდაობს ევროპის თასზე ავსტრიაში და მიუგლოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ მას.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ პანკისის ხეობაში მართლაც არსებობს დიდი სპორტული პოტენციალი და ამისთვის პანკისის ახალგაზრდებს ძალიან გვიდა რომ არსებობდეს ძიუდო სპორტული ბაზა. პანკისის ხეობაში სულ რამოდენიმე წლის წინ გაიხსნა ძიუდოს დარბაზი, სადაც აქტიურად ვარჯიშობენ ბავშვები და წარმატებებსაც აღწევენ ისაუბრეთ კიდევაც თქვენ და მე განსაკუთრებით ვიცი და განსაკუთრებით ვარ ჩართული ამ პროცესებში. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს პანკისის ხეობიდან, რომლებთან ერთადაც ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში ერთად ჭიდაობდით, ერთად ვიყავით საქართველოს ნაკრებში. ვიცით რომ ყავთ ოლიმპიური პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები და რა თქმა უნდა დიდი ყურადღება ჭირდება ამ მიმართულებით. არა მარტო სპორტული განვითარების კუთხით, არამედ რაზეც თქვენ ისაუბრეთ წეგან, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის უმთავრესი. შეიძლება რაღაც მომენტში დიდ წარმატებას ვერ მიაღწიო, მაგრამ როდესაც ჯანსაღად ცხოვრობ, ნებისმიერ საქმეში გეძლევა საშუალება, რომ წარმატებული იყოს სხვადასხვა მიმართულებით. მე ვარ თენგიზ ალოვიძე, ლაგოდეხის რაიონის წარმომადგენელი. სპორტში სტადიონებს და სხვადასხვა ეკიპირებებს ჩვენ არ ვუჩივით. ლაგოდეხში გვაქვს, მაგრამ ლაგოდეხში ჩვენ არ გვაქვს კულტურის სახლი. არ გვაქვს რა, გვაქვს შენობა, მაგრამ ამ შენობას სჭირდება რეაბილიტაცია. თუ ეს შენობა ამ შენობას რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ ჩავატაროთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალები. საერთაშორისო ფესტივალებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება არა მარტო მოვიზიდოთ კონკრეტულად ისინი, ვინ ჩამოვლენ, მოვიზიდოთ ჩვენ ტურისტებს. გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი და ეს წამოწევს არა მარტო ლაგოდეხს, მთლიანად კახეთს. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ და დამერწმუნეთ, რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება ძალიან ბევრს ფიქრობს ამ მიმართულებით. როდესაც დასრულდება ეს 10-ვე რეგიონში შეხვედრა, რა თქმა უნდა, ყველა საკითხი და ყველა პრობლემა მონიშნული გვაქვს. წეღანას აღვნიშნე და ეხლაც ვიტყვით, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ჩაერთვება ამ მიმართულებით მუშაობაში და უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, თუ გვინდა ჩვენ დეცენტრალიზაცია მოვახდინოთ და რეგიონები არ დაიცალოს, აუცილებელია, რომ შევქნათ ყველა მიმართულებით რაღაცა ისეთი საშუალება, რომ ადამიანები დაკავდნენ იქ სპორტული მიმართულებით. ვიცით, რომ სახელმწიფო ყველა დიდ ქალაქში აშენებს მულტიფუნქციურ ცენტრებს, რიგ შემთხვევაში დამთავრებულია და დასრულებულია, ზოგან პროექტირება მიმდინარეობს და ზოგან უკვე მშენებლობის პროცესში არის ეს და რა თქმა უნდა კულტურული მიმართულებითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. შეგვიძლია ბევრი რეგიონი დავასახელოთ, სადაც უკვე გაკეთდა, სადაც მიმდინარეობს რეაბილიტაცია, მაგრამ არის დარჩენილი ადგილები, სადაც რა თქმა უნდა გაკეთდეს აუცილებლად. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მადლობა გადაუხადო ქართულ ოცნებას და ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას ასეთი აქტიურობისთვის და სწორედ ასეთი მიზნისთვის, რომ გაიზიაროს ახალგაზრდების პრობლემა და ეს ძალიან კარგი არის. დღეს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხშირად იმის განცდა აქვს ხოლმე, რომ ვერ მიიღებს ხარისხიან განათლებას, არ ექნება განვითარება სამსახურში ან ზოგადად კარიერის მიმართულებით და ცნობილია, რომ თბილისში უფრო მეტი პერსპექტივაა ამის და ეს მეტნაკლებად ფაქტიც არის. მაინტერესებს როგორ აპირებთ აი ამ დისბალანსის გამოსწორებას. მეორე კითხვა იქნება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს ახალგაზრდებზე ხდება ინდოქტრინაცია, ანუ მუდმივი პროპაგანდით გადაბირება, რაც ძალიან სამწუხაროა და მაინტერესებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია მიზნად ისახავს თუ არა იმას, რომ ასეთ ახალგაზრდებს, ესე იგი, აუმაღლოს კრიტიკული აზროვნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადამიანებსაც ჰქონდეთ კრიტიკული აზროვნება და მაინტერესებს თქვენი აზრი ამაზე. რაც შეეხება განათლების რეფორმას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი რეფორმა, რომელიც დაინიცირდა, არის მიმართული საიმისოდ, რომ მასშტაბურად ყველა მიმართულებით განახორციელოს ცვლილებები, როგორც უკვე წინა კითხვაში ვისაუბრეთ, დაწყებული სასკოლო განათლებიდან დასრულებული უკვე საუნივერსიტეტო განათლებით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ საქართველოში ორი საგანმანათლებლო ცენტრი თბილისსა და ქუთაისში განსაკუთრებულად გაძლიერდება, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების დატვირთვასა და გაძლიერებასაც და რაც ყველაზე მთავარია, ბაზრის კვლევას დაიყრდნობა ფაკულტეტების შერჩევა და ამ ფაკულტეტებზე სტუდენტთა განაწილება, რაც უკვე უზრუნველყოფს იმას, რომ განათლებასთან ერთად დასაქმების მიმართულებით არსებული გამოწვევებიც გადაიჭრას. მნიშვნელოვანი არის, რომ 21
2700 ქართველი სტუდენტი სრულად უფასოდ ისწავლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაშინ როდესაც ეს რიცხვი აქამდე იყო 8000 სტუდენტი. რაც შეეხება უკვე მეორე შეკითხვას, ეს პროპაგანდას შეეხებოდა. რა გააკეთა სახელმწიფომ საიმისოდ, რომ აი ამ გამოწვევას ებრძოლოს? პირველი ეს არის სატელევიზიო სივრცეში დებატების დაბრუნება, რაც ერთი მხრივ ემსახურება იმას, რომ საზოგადოებას ახალგაზრდებს სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მეორე მიმართულება უკვე მნიშვნელოვანი არის გავკადნიერდები და გეტყვით ჩვენი ახალგაზრდული შეხვედრებიც, რადგანაც ჩვენი პოზიცია თავიდანვე გაჟღერებული იყო ის, რომ შეხვედრების ფარგლებში ძალიან გვინდოდა, რომ კრიტიკული აზრები მოგვესმინათ, ძალიან გვინდოდა, რომ ინფორმაციები გაგვეცვალა და თქვენი გამოწვევები გაგეზიარებინათ. ამდენად ნელ-ნელა აი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს იმას, რომ გადაჭრას პროპაგანდის საკითხი და ამ თემაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყველას ერთად ჩართვა და დახმარება, რომ ეს გამოწვევები ერთმანეთს გავუზიაროთ. ბორდის წევრების განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანი ახალგაზრდებთან პირდაპირ კომუნიკაცია და მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობაა. მათი თქმით, რეგიონული კონფერენციები ერთჯერადი პროექტი არ არის და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან მაგრად აღნიშნავ კახელების განსაკუთრებულ აქტიურობას იმ საკითხებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო და იმასაც დავამატებ, რომ უმეტესად ხაზი იყო გასმული ახალგაზრდული სივრცეების არქონაზე და მე ადრეს აღნიშნე და ჩვენი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერზე მუშაობს და მე დარწმუნებული ვარ, საკითხები, რაც მათი მხრიდან იყო დასმული, აუცილებლად იქნება ხორცშესხმული და ეტაპობრივად მოგვარებული. მადლობა მათ ისევ და ისევ ამ ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის მათი ჩართულობა, მათი აქტიურობა საომავლოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ გახდა იმის ნათელი მაგალითი, რომ ახალგაზრდებთან ღია კომუნიკაცია, გულწრფელი საუბრები არის რეალური პრობლემების დანახვის შესაძლებლობა. შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ თავად მონაწილე ახალგაზრდებიც. მათი შეფასებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ახალგაზრდების ხმა უფრო აქტიურად იყოს მოსმენილი. ჩემთვის აქ დასწრება იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გავიგო რა ხდება, რა პროექტები იგეგმება რაიონებში, რადგან არ მივიღოთ დიდი ქალაქების რაღაცა ქაოტური შიდა მიგრაცია, ასე ვთქვათ და მიეცეს პოტენციალი ახალგაზრდებს, რომ დარჩნენ და განვითარდნენ იმ ქალაქებში და იმ რაიონებში, სადაც დაიბადნენ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგები იქნება მომავალში. რეგიონული ტურნე ქვეყნის 10-ვე რეგიონს მოიცავს, ხოლო შეხვედრების ფარგლებში გამოკვეთილი ძირითადი საკითხები და რეკომენდაციები საბოლოოდ თბილისში შეჯამდება. 26 მაისის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. ამჯერად ერთმანეთს ნიკამელია და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ. ყოფილი თანაგუნდელები საჯარო ბრალდებების რეჟიმში გადავიდნენ. საპატიმროდან გავრცელებულ წერილში ნიკამელია მჟავრდებულ სააკაშვილს ცილის წამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესები აღარ არსებობს და ყველაფერს პირადი ამბიციები მართავს. მელია ღიად ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა ამისთვის ახალი აღარ არის. ნაციონალურ მოძრაობაში მელიას ბრალდებებს ბოდვას და აბსურდს უწოდებს. ოპოზიციაში მიმდინარე მწვავე დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ პარტიაში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სანამ ოპოზიციური ერთობის ფლაგმანი ნაციონალური მოძრაობა იქნება, დაპირისპირება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. დეტალებით დავით ქუთათელაძე. სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა. იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ამ შინაარსის წერილის საკნიდან ნიკანორ მელიამ გაავრცელა. ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილსა და ნიკანორ მელიას შორის საჯარო დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 26 მაისს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია უშედეგოდ დასრულდა. სააკაშვილს არც აქციის სლოგანი მოეწონა და არც სამოქმედო გეგმა. სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი ისე ახრჩობს. გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული ცილის მწამებლური წერილი გავრცელებია. მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხის სახლებში გაუშვაო. ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც. სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს. სააკაშვილისგან განსხვავებით საკუთარი სიტყვის ფასი ვიცი და კვირაში 7 ჯერ პოზიციასა და აზრს არ ვიცვლი. აკი ვთქვი წინა წერილში, თუ შხამის ფრქვევას გააგრძელებ და პასუხგაუცემელი აღარ დარჩებოდა. 5 წელია საჯაროდ ამ საკითხზე არ ვსაუბრობდი.
ის ვივამეთში იყო, მე მაშინ უკვე თავისუფლებაზე და ჩემ თავს საამისო მორალური უფლება არასდროს მივეცი. არა და ის ჩემ ადგილზე ასჯერ მოყვებოდა. თუმცა კი როცა ახლა ერთი პატიმარი მეორეს თითქოს წინასწარ გაწერილი გრაფიკის სიზუსტით თვეში ერთხელ ტალახს ესვრის და ამით ვხედავ მისი სულის გამოაშკარავებულ სიღატაკეს, ჩემი დუმილი მართებული აღარ არის. ურთიერთბრალდებები, შეურაცხმყოფელი შეფასებები და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადატანა. ოპოზიციის შიდა კონფლიქტი ახალ ფაზაშია. ეს არის სრული ბოდოა, პირდაპირ გეუბნებით და ტყუილი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჩამოიყვანა საქართველოს სიყვარულმა და არა პარტიაში მელიასთან კონკურენცია. ნუ აი ეს როგორი ბოდოა, იცით რა რა გითხრათ ახლა რომ ღიად გააქტიურებულ დაპირისპირებას იმ ფიგურებს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ პოლიტიკურ ნავში ისხდნენ, აყვნენ მათი გუნდის წევრები. სააკაშვილის გუნდის წევრები უკვე ღიად ამბობენ, რომ ნიკანორ მელიას სინამდვილეში მიშა არასდროს ხვარებია და რომ მელიას ასეთი დაცემის ყურება რთულია. ნუ ახალი რა ითქვა მისგან, არც არაფერი. არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით, საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც. აგიაშვილსა ნიკასო არ ყვარებია პიკასო, გადარეულა პიკასო, რა დაუშავე ნიკასო. მართლა ამ ლექს მახსენებს ქართველი აი ამ პოლიტიკოსების თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილს უნდა უბრალოდ გამარჯვება ამ ქვეყნის და საქმიანი რჩევები აქვს მათ მიმართ, არავის არ ებრძვის და არავის არ ეჭვიანობს. ამის საფუძველი არ არსებობს უბრალოდ. მელიასთან დაკავშირებით ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გასაგები. რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა. მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს. იზიარებს თუ არა გვარამია მელიას ამ პოსტის შინაარს და მის მურიგ მუცლით მეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით. მიშა კარგი იყო მაშინ, როდესაც მისი რესურსებისა და პოლიტიკური კაპიტალის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც მას ყველაზე მეტად დასჭირდა მხარდაჭერა, მოულოდნელად მიუღებელი აღმოჩნდა. ესეც საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა და ამასაც თავისი სახელი ჰქვია. ანა წითლიძის მოწოდების მიუხედავად ნიკა გვარამიამ კაფი ოპოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. ნამდვილად არ მეგონა თუ კიდევ სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რაც დღეს ხდება და ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავი. ცხადია, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება, რადგან სხვა სივრცე უბრალოდ არ დარჩა და პასუხებიც. ბუნებრივია პირად დამოკიდებულებებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებ. მე მყავს გუნდი, მყავს კოალიციური პარტნიორები, ზოგიერთი მათგანი ციხეშია და ასევე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამიტომ სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამომივა და არც ვაპირებ სიჩქარეში ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ეგრეთ წოდებული ალიანსის შიგნით მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ მოჩვენებითი ერთობის იდეა, რომელსაც არჩევნების თუ სხვადასხვა შეკრებების წინ ოპოზიციური პარტიები ხშირად აანონსებდნენ, რეალურად სერიოზული კრიზისის წინაშეა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება პოლიტიკური თანამდებობებისთვის და სკამებისთვის მიმდინარეობს. ამასთან ერთად კი სააკაშვილი ეცდება, რომ არ დათმოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობა. ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მელია და სააკაშვილი არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. სააკაშვილი რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში არ დათმობს ლიდერობას, ეს არის სალსახა. ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, რომ თვითონ და მისი პარტია უნდა იყოს ფლაგმანი და სანამ სააკაშვილიდან ასულმოძრობა იქნება ფლაგმანი ოპოზიციური, ესე ვთქვათ, გაერთიანების მუდმივ რეჟიმში იქნება დაპირისპირება მათ შორის. სააკაშვილიც, მელიაც და მთელი ეს კასტა უსამშობლო რადიკალებისა წარმოადგენენ სინამდვილეში ერთ მთლიან ძალას, რომელიც ფინანსირდება უცხოეთიდან და საქართველოსთვის მისი პროგრესის წარმატების შეფერხების მიზანს ემსახურება მათ საქმიანობა და ამავდროულად კარგია ის მოცემულობა, როდესაც საზოგადოება კიდევ ერთხელ თვალნათლივ ხედავს თუ სინამდვილეში რა დესტრუქციულ ძალასთან აქვს საქმე, როდესაც საუბარია ნაცმოძრაობაზე და ეძახონ ერთმანეთს ის უშვერი სიტყვები, რასაც ეძახიან, ამით კიდევ ერთხელ ჩამოიხსნიან ნიღაბს და უკეთესად დაანახებენ საზოგადოებას თავის სახეს. ის რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, არათუ ოპოზიცია, არამედ მავნებელთა ძალიან დიდი წარმონაქმნია, ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის მათი მოღალატეობრივი საქმიანობის ქვაკუთხედში, თუმცა ის რომ ისინი კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას,
შეურაცხყოფას ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც კი ვერ მიუყვებიან. ფაქტია, რომ ოპოზიციის ერთიანობაზე საუბარი ზედმეტია. შიდა დაპირისპირება სულ უფრო აგრესიული ხდება. მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას წერილობითი ბრძოლა კი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცა ოპოზიციის დღის წესრიგის ნაწილად ერთმანეთთან პოლიტიკური ანგარიშის სწორება. მელიას განცხადებებიც და სააკაშვილის განცხადებებიც ერთმანეთის დარია, ერთმანეთის სტილშია ეს განცხადებები გაკეთებული, ერთი მეორედ ღირს. აი ესე შევაფასებდი ამათ და ერთმანეთის ჭამაში დიდ წარმატებას უსურვებ ორივეს. მათ არ უნდა უწოდებდეთ ოპოზიციას, ეს არ არის ოპოზიციური ჯგუფები, ეს არის აგენტურული ქსელი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას მას შემდეგ რაც ქართულმა ხალხმა ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორა, უკვე ოპოზიციიდან იბრძვიან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, არაფრით არ განსხვავდება მელია სააკაშვილისგან და სააკაშვილი მელიასგან. შეძლებენ თუ არა ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ნაცმოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ფორმალურად მაინც ალიანსში დარჩენას, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ რიგით მე-6 რეგიონული ოფისი ამჯერად თელავში გახსნა. ოფიციალური ღონისძიება ბატონის ციხის ეზოში გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერებმა და წევრებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. მათ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და ძირითად პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში პარტიული სტრუქტურების გაძლიერებასა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ეს კვლავ არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი მშვიდობა, დასაცავი და ამისათვის ჩვენ გვესახება ყველაზე ხელშესახებ ალტერნატივად, ყველაზე მეტ უფრო ხელშესახებ გარანტიად სწორედ ნეიტრალური სტატუსი ჩვენი ქვეყნისა. დღეს კახეთს აქვს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი და სამწუხაროდ დღეს არ არის გამოყენებული სრულად ეს ეკონომიკური პოტენციალი და ამისათვის აუცილებელია რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გქონდეს, სწორი აგრარული პოლიტიკა გქონდეს, ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა არ იმართებოდეს ევროდირექტივების მიხედვით. ჩვენ წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება რომ გქონდეთ მოსახლეობასთან მუდმივი შეხვედრები, სადაც იქნება უფრო მეტი პედალირება ნეიტრალური სტატუსის შესახებ, მეტი ინფორმირება ადამიანების და რაც ყველაზე მთავარია, ნელ-ნელა ვიწყებთ ყველა რეგიონში მზადებას იმისათვის, რომ 2028 წლის არჩევნებისათვის კარგ ფორმაში ვიყოთ, იმ ფორმაში და იმ შესაბამის კონდიციაში, რომ ღირსეული ადგილი დავიკავოთ უკვე ხელისუფლებაში იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა გახდეს ნეიტრალური და გამოვიდეს იმ ეგრეთ წოდებული ევროატლანტიკური ილუზიებიდან და შანტაჟიდან, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია რომ ხალხამდე მივიდეთ, თითოეული ადამიანის გასაჭირი გავაანალიზოთ და მივიტანოთ ჩვენი პარტიის კონცეფცია და აზრები და მოხდეს ერთად შეკრა ამ ყველაფერს. მივიტანოთ ხალხამდე ჩვენი სურვილი და არსი რაც გვინდა ქვეყანა ბოლოს დადგეს იმ გზაზე, რასაც თქვენ ნეიტრალიტეტი. კახეთში ლაგოდეხის პარკში ღონისძიება ეკომეგობრული კახეთი 2026 მიმდინარეობს. ქალაქის პარკში მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სივრცეებს, ეკოაქტივობებს, ეკომეწარმეების კუთხეებსა და თემატურ გამოფენებს. ადგილზე მოწყობილია საბავშვო გასართობის ზონებიც. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სკოლებისა და სკოლის მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალიც. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ასევე რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის ჩართულობით ხორციელდება. ღონისძიების მიზანი გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვის კულტურის დანერგვა, გავრცელება და ნარჩენების შეგროვება. ძალიან კარგია რომ ამდენი სკოლა იყო ჩართული, ყველა მუნიციპალიტეტი ჩართული იყო და მნიშვნელოვანი იქნება თუ ეს პროცესი იქნება დინამიური, გაგრძელდება და ასევე კარგი იქნება თუ სხვა რეგიონშიც ასეთი ღონისძიება გახორციელდება. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს და ყველა მხარდამჭერებს და მე ვჯერა რომ ამას უდაოდ ექნება ძალიან კარგი და პოზიტიური შედეგი. უპრეცედენტო ღონისძიება ჩატარდა. კახეთის რეგიონი არის ლიდერი, სადაც პირველად ყველა მუნიციპალიტეტის სკოლაში ჩატარდა ელექტრონული ნარჩენების შეგროვების კამპანია.
და 50 ტონამდე ელექტრონული ნარჩენი შეაგროვეს ბავშვებმა. ეს არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი, ასე ვთქვათ, მასშტაბური წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც სკოლები ერთვევიან კამპანიაში, იყო საკმაოდ აქტიური ყველა მუნიციპალიტეტი. აღნიშნული ტიპის კონკურსები, რა თქმა უნდა, აყალიბებენ დიდ კულტურას და პასუხისმგებლობას და ასევე ეზრდიან ცნობიერებას. ჩვენი გეგმა არის, რომ ყველა რეგიონში ვესტუმროთ ამ პროექტით და ჩავერთოთ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ეს ყველაფერი. და მოლოდის გადააჭარბა ნამდვილად კახეთში 35 სკოლის 100-ობით მოსწავლე, 1000-ობით მოსწავლე ჩართული და რეალურად ორ კვირაში შეაგროვეს 47 ტონაზე მეტი ელექტრომოწყობილობა, რაც კოლოსალური შედეგი არის. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპს 2-6 ივნის ბათუმი უმასპინძლებს. სპორტული უწყებების ხელმძღვანელებმა აჭარის რეგიონიდან ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრა გამართეს და წინა საფესტივალო მზადების პროცესს გაეცნენ. ფესტივალში მონაწილეობას 14-დან 17 წლის წლამდე სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნაკრები გუნდებიდან მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 17-ვე სახეობაში იქნება წარმოდგენილი. მთავარი პრიზი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია. ჩართულია 12 რეგიონი სპორტის 17 სახეობაში. დღეს ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად დავესწარით მოსამზადებელ პროცესს აჭარის ნაკრები გუნდების. უნდა გითხრათ, რომ ძალიან შემართებით გახლავთ სპორტსმენები, ძალიან მოტივირებული არიან და მზად არიან გამარჯვებისთვის, რადგან როგორც ვიცით, 17 სახეობის ქულების ჯამში გამარჯვებული რეგიონი გამოვლინდება და დარწმუნებული ვართ, რომ თასი დარჩება აჭარაში. ამ ახალგაზრდებისთვის ამ ორგანიზაციაში მონაწილეობა ჩვენ დღეს შევხვდით აჭარის სპორტსმენებს, რომლებიც განწყობილი არიან, რომ მიიღო მონაწილეობა ამ ორგანიზაციაში და წარმატება აჩვენონ. მე რა თქმა უნდა წარმატებას უშურო ყველა გამოსვლეს, ყველა სპორტსმენს და ძალიან მნიშვნელოვანია რამე თუ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ორგანიზება მიმართული არის დიდ ოლიმპიურ თამაშებისკენ. 3 დღის განმავლობაში 12 რეგიონის ნაკრები გუნდები იბრძოლებენ ფესტივალის მედლებისთვის და რა თქმა უნდა ასევე იბრძოლებენ მთავარი პრიზისთვის, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულ რეგიონს, ვინც ყველაზე მეტ მედალს აიღებს საერთო გუნდურ ჩათვლაში. ჩემთვის უდიდესი პატივია აჭარის რეგიონს წარმოვადგენდე საქართველოს ოლიმპიურ ფესტივალზე. ასევე ჩვენ ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ აი ამ ყველაფერში, ყველაფერი ძალიან კარგად არის მომზადებული. ლეჩხუმში ისტორიულ ხვამლის მთაზე ხვამლობის დღესასწაული აღინიშნა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ჭყონდიდის საგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე მაღავლენა. სადღესასწაულო წირვას მრევლთან და სტუმრებთან ერთად საგერის მუნიციპალიტეტის მერი რაჭა ლეჩხუმის ქვემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოადგილე დაესწრნენ. გილოცავთ ხვამლობის დღესასწაულს მერთმა ნათელი მიაგოს ჩვენ მიცვალებულებს, ჩვენი უწვიდესი და უნეტარესი ილია მეორე ფარავდეს ყველა ჩვენთაგან ჩვენ მიცვალებულებს და ზოგადად სიხარული სულთ მოფენობისა დღეიდან იწყება. მინდა მიულოცო ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს. მიუხედავად უამინდობისა დღეს უამრავი მომლოცველი ობრძანდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ლეჩხუმში ხვამლის მთაზე. გილოცავთ, მრავალს დაესწარით. ზეიმობთ ხვამლობის დღესასწაულს ამ დიდებულ ტაძარში, სადაც უფლისნებით მოდივართ. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო. ასეთ იყო ახალი ამბები, მე გემშვიდობებით, ნახვამდის.